ჩემი ცხოვრებაა ხელოვნებაში. მე ისე შევეწყო ამ ხელოვნებას. ისე ვარ დამოკიდებული, რომ აი რა გითხრათ, ცხოვრება სანამ იქნები ცოცხალი, სანამ გაღმაგავალ მარილზე, ჩემი ცხოვრება მინდა რომ აქ დავამთავრო. ჩემ ხელში არა, ნუ ჩემთან ერთად გაიარა ბევრმა ფილმმა. საერთოდ ბოლო დროს ამ თანამდებობაზე კომბი გადაღების სამქროს უფროსად დამდგმელი ოპერატორის ვიყავი. მე დამთავრებული მაქვს მოსკოვში კინო ინსტიტუტი. ერთადერთი ინსტიტუტი იყო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ყველა ცნობილ რეჟისორს, ოპერატორს, ჩვენსაც უმეტეს ქართველობას, რომლებიც ყველანი ჩემთვის კარგები არიან და ვცდილობ რომ მათთან ვინ ცოცხალია და მეც მათ შორის ცოტა ხანს ვისოცხლებ, რომ დავდგეთ ახალგაზრდობის სამსახურში და ვეცადოთ რომ მიჭის რა ლაპარაკი რა ძალიან მიჭის ისეთ გამოდის რომ უნდა ვთქვა ისეთი რაც შენზე სხვა მონა ელაპარაკოს შენ კი არ უნდა თქვა ვინ ახარ რა ხარ რას წარმოადგენ აქედან გამომდინარე ერთი რამეა მე თხოვნა მაქვს ხელმძღვანელობასთან რომელიც ნამდვილად კარგები არიან რომ დამტოვონ აპარატურასთან მე არ ვთხოვლობ ფინანსებს უბრალოდ მინდა ვიყო ჩემი ეს დღეები აი ჩემი ბოლო წლები გავატარო ამ აპარატურასთან და ვინც შემოვა გახარებულმა გადავწე თუ რა შეუძლია კიდე ამ აპარატურას ფირი რო იყოს კიდე შეიძლება კინოების გადაღება ეხლა მე ხო არ მოგიყვებით რა ფუნქციებს ასრულებს ეს ტექნიკა ეს აპარატი რა შეიძლება და ამის გადაღება რა არ შეიძლება და ეს დიდი ისტორია ჩემი პირველი ფილმი ვიყავი მე ელემენტარულად ესეთ ფილმზე ვიყავი ურიკის მატარებელი საოპერატორო ურიკას ვატარებდი ესე ოპერატორს რეჟისორს ვატარებდი ხოლმე ლიანდაგებზე რასაც დამავალებდნენ ვაწყობდი ამ ლიანდაგებს ვაკეთებდი და ეს ფილმი იყო თბილისი 1500 წლისა რეჟისორი იყო ქალბატონი ლანა ღობერიძე ამ ფილმის, აი მახსოვს არ დამავიწყდება. საინტერესო იყო, ნუ რომ დავდიოდი და მე უკვე ნელ-ნელა დავიწყე ოპერატორის ასისტენტად მუშაობა. ჩემს მეხსიერებაში ბევრი საინტერესო ამბავია დაკავშირებული აპარატურასთან, როგორც წარმატებული, ისევე ფიასკოები. აი ესეთი აპარატი იყო PSK 21, KSK 1, KSK 1. გადაღებული კამერა შერეკილები. თუ გახსოვთ ფილმი შერეკილები თუ გახსოვთ ფილმი ამ ფილმში თუ გახსოვთ თქვენ ვარდებით სულა სასაფლაოზე აბა როგორ გადაიღებთ ვარდებს თქვენ ქარივით არ თან ქარი ქროდა ეს დამაგრებული გაყული იმაზე ზიან ფრინავურებზე ქათამზე გამიგეთ ვარდები რო გადმოყაროს ის ხო ქარი წაიღებს იმას სუმბუქია ამიტომ კინები რუსლებით ჩავდეთში მოუჭიეთ ძილია და გადმოაგდეთ მაგრამ რუსულები და გადმოაგდეთ რუსულები გვარდები ის ხო კი ასავით წამოვა ეს ხო არის თქვენ ეკრანზე ფილმში გახსოვთ რომ ის ნელა მოფრინავს აქედან გადაღება მოვახდინეთ 80 კადრით წამში
ძალიან ძნელია ხელოვნება თქვა რომ შენი სიტყვა თქვი. ხელოვნება ეს არის ისეთი ღრმა და ემოციური შემოქმედება, რომ მე ვერ ვიტყვი რომ ჩემი სიტყვა ვთქვი. მე ჩემი სიტყვა არ მithქვია. ელემენტარულად ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავ, რომელიც ასრულებდა სცენარით გათვალისწინებული კადრების გადაღებას ფილმისათვის. ციფერი მთების ფილმის წარწერები ელდარისთან ერთად გადავიღე. აი აქ, აი ამ დაზგასთან. აი აქ ვიდექით. ხან ისე მოეწონა, ისიც წარწერას ფილმის წარწერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდახან სიუჟეტისთვის, ხო ის ფილმის დრამატურგიისთვის, მისი შინაარსის გადმოცემის. ახლა გაეცილება რომელიმე სიტყვის რა შუაშია წარწერები, მაგრამ გეუბნებით ხანდახან ისეთი დატვირთვა აქვს ფილმის წარწერებს, ისე რომ ბევრების მოგონება შემილია, მაგრამ ეს არის დროთა განმავლობაში. მე უფრო შემილია იცით რა არის, აი რომ თუ მოხდება და დამთავრენ ნებას და რამე წავიკითხო ხოლმე, წაუკითხავ ახალგაზრდებს, ისეთ ისტორიებს მოყვები, რომელიც დაგაინტერესებდა, გაგიხარდება და გაგეცინება და მოგეწონება და შეიძლება ფილმებიც გააკეთოთ ამაზე, სცენარების შექმნათ. ბოდიში თამაც რო ვამბობ რა. უბრალოდ მიყვარს ხელოვნება, კინო ხელოვნება, ძირითადად ხელოვნება საერთოდ მიყვარს, მაგრამ კინო ვაღმერთებ რა, ჩემთვის გადაღება ბევრ რამეს ნიშნავდა. ეხლა ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ვერ შევეჯიბრები ახალგაზრდობას, რო უყურებ, ეხლა იცით როგორ მსურს ახალგაზრდების, აი ქუჩებში იქით იღებენ, ჟურნალისტები დადიან მიკროფონს, კამერები დადიან. საინტერესოა ყველაფერი რა, მაგრამ მე მიჭირს ამათ გარეშე. აი ამ ტექნიკის გარეშე. თორე სხვანაირად მე არ მინდა არაფერი. შეერი ვიქნები ოღონდ ამ ტექნიკას მიდამოცილებელი. რომ ამ ტექნიკასთან ვიყო. იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი ამ ტექნიკაზე. აზრობრივად, შინაარსით, მოქმედების იმით არ ვიცი, ნუ რა ვთქვა, მოდის ვიხდი რომ შენ თავზე ვამბობ ამას, მაგრამ უნდა ვთქვა, მაგრამ გავაკეთე. მე მქონდა სამონტაჟო მაგიდები მქონდა ისეთი კარგი, მაგრამ ინფარქტი მქონდა და მოიპარეს ყველაფერი, დაშალეს რაღაცა აქ. ადრე მანამ ეს მოხდებოდა. მე უკვე სუაქავა რო არ წაიღო რა, ღამეებს აქვათელებთ. ელი ღამეები გატარებული მაქვს. რადიო სიტყვიან, შვიდობით კინოსტუდია. Hey